რუსეთის პოლიტიკა ნათელი მაგალითია რახან ბელორუსია ვახსენეთ ბელორუსია რუსეთის დღევანდელი ურთიერთობა ის ფაქტი რომ ამ ქვეყნის ნდობა არ შეიძლება და ჩვენ კი არ წავედით რუსეთიდან რუსეთი წავიდა საქართველოსთან და ეს შეცდომები არის ორმხრივი ქართულიც და რუსულიც მაგრამ რუსეთისთვის ეს არ არის იმდენად მტკივნეული რამდენადაც საქართველოსთვის და რუსეთი ამ შეცდომებს აინაზღაურებს და მას არ აინტერესებს ფონი როგორი შეიქმნება და როგორი განწყობა იქნება მან ძალიან კარგად იცის ერთი რამ რომ სოფლიო და საერთაშორისო თანამეგობრობა ეცდება რომ რუსეთთან არა რუსეთის პატივისცემის გამო იმიტომ რომ ის ანგარიშ გასაწევი ძალა კონდეს პარტნიორული ურთიერთობა რუსეთთან რუსეთის იზოლაციაში ყოფნა მათთვის უფრო სახიფათოა ვინმე პარტნიორობა ეს ანგარიშ გასაწევი ძალა რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ იმას რომ რუსეთი მივიდეს კრიტიკულ ზღვამდე ეს უნდა გავიგოთ ჩვენ კრიტიკულ ზღვამდე მისული რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს თელ დედამიწისთვის ერთი წუთით უკაცრავად კიდე კვლავ თეარ ეკავს რამიშვილი მეუღლე ეკავსო და აჰა კარგით ცოტა ხანში შემოვა ჩვენ გავაგზავნოთ საუბარი და ეს არის გამორიცხული იმ დღესაც ვაუბრობთ გამორიცხული იყო ესე იგი ყოველად გამორიცხული იყო ჯერ ერთი მოდით ესე დავაყენოთ საკითხი ნუ ამაზე ახლა უკვე მე მგონი ყველა ნორმალურ ადამიანს ჩამოუყალიბდა თავისი აზრი რომ გამორიცხული იყო რომ რუსეთი არ ჩარეულიყო დაუშვათ ჩრდილოეთ ქართლის კონფლიქტში გამორიცხული იყო რომ დაუშვათ ის 1000 გზის დეკლარირებული მზადყოფნა რომ თქვენ თუ შეხვალთ აქ ანიკ ჩვენ აუცილებლად ჩავერევით ამიტომ მე მახსოვს უამრავი განცხადებები და უამრავჯერ წამიკითხია გავლენიანად ახლა როგორ გამოვიდოდა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ სიტუაცია დაუშვათ რომ წარმატებას მიეღწია ჩვენ დაუშვათ ჩვენ მიგვეღწია წარმატება აი სულად ფანტასმაგორიული სიტუაცია გამოვიდოდა დაუშვათ რუსეთში პუტინი უნდა მედვედევი ახლად კურთხეული მაგათ პრეზიდენტი დაუშვათ უნდა მოტრიალებოდა რუსეთს და ეთქვათ ნუ რა ვქნათ ქართველებმა დაგვამარცხეს ხომ ასე იქნებოდა შევიდა დაუშვათ ჩვენი ჯარი გადაიკეტა ის მივაღწიეთ ამ ჩვენ მიზნებს რომ ჩვენ მიზნებს რა უბრალოდ რა მიზნებიც იყო დეკლარირებული და იქიდან აიყარა დაუშვათ ეთნიკური ოსები გაიქცნენ რაც აუცილებლად ესე მოხდებოდა და რუსეთს რა დაუშვათ რუსეთის პოლიტიკური ელიტა როგორ გაიმართლებდა თავს თავისი საერთოდ როგორ გაიმართლებდა თავს ჩრდილო კავკასიელების წინაშე აი ესა ძალიან მნიშვნელოვანია ეს არ ესმით რომ ჩრდილო კავკასია არის რეგიონი სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა შენ რა თქვი და როგორ შეასრულე ადათი ეს არის კავკასიური ადათი რომელიც ჩვენგან ჩვენ სამწუხაროდ დავივიწყეთ ჩვენ კავკასიელები ვართ და რა ესე იგი წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია შევედით ჩვენ იქა გავყარეთ ესე იგი ჯერ რატომ უნდა გაყარო ესეთი მიდგომა ხომ მანკიერია ზოგადად ეთნიკური ნიშნით და ასე შემდეგ და რა ეს ნიშნავდა რომ რუსეთი ჩრდილო კავკასიიდან უნდა წასულიყო ეს ნიშნავდა რომ რუსეთი არაფერს არ წარმოადგენს ჩრდილო კავკასიაში რაც ნუ არ ვიცი ახლა არ უნდა იცნობდეს საერთოდ არც რუსეთი არც ისტორია არ უნდა იცოდე არც პოლიტიკა არ უნდა იცოდე რომ ეს დაუშვა აქედან გამომდინარე ნუ მე ჩვენ აუცილებლად ამ მომზეც უნდა ვისაუბროთ აქედან გამომდინარე აი ეს ქმედება და წინამდებარე ქმედებები რომელიც გულისხმობდა და ასევე რუსეთის ინტერესებში ალბათ მის ინტერესში ხო არის რომ ეს ავტონომიური ერთეულები ვინაიდან თვითონ შედგება უამრავი ავტონომიური ერთეულისგან აუცილებლად მათ ტერიტორიულ საზღვრებში უნდა იყვნენ. ეს აღდგენა იმის საზღვრები, აი ბოლო ხიდის საფეთქება 1000-ზე თვით ეს ხიდის ვინ აფეთქა ხიდი და ასე შემდეგ და პასუხი არ ჩანს. ეს იყო სრულად მიზანმიმართული ქმედება ჩემს დანაშაულებრივი შეთქმულება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს აი ეს კვალიფიკაცია. აი ჩემს მოსაზრებას გეტყვით, ჩემს მოსაზრებას. ქართულმა პოლიტიკამ შედეგად მოიტანა რა? ის რომ თავის დროზე აფხაზეთი და ჩრდილოეთ ქართლი ამოვაგდეთ საქართველოს კონტექსტიდან. ამის შემდგომ უფრო შორს წავედით. აი ახლა ეს რაღაც ექსტრემალური სიტუაცია და
გამარჯობა თეა. ალო. თეა გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. არა მიშავს. შეგულა. ძალიან მინდა გითხრათ, განერვიულებული ვარ, იმიტომ რომ ღელავ რა თქმა უნდა ამ თარის მერე დათუკოხეიდან რაც გაკეთეთ თქვენთან, იმიტომ რომ მე მინდა რომ გააგიხსნათ რა მოხდა. ესე იგი შაბათს დაემართა კენჭის გავლა, შაბათს გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც წაიყვანეს შემდეგ კენჭის კლინიკაში და იქ მოხდა მისი ამ კენჭის დაშლა, ხო? ამის შემდეგ ორშაბათს მე მივდივარ და მიმაქვს ხილი, შესაბამისად რაღაც პირადი ნივთები შალვასთან და ჩემი პირადობით ვაფორმებ და შედის ეს შალვასთან და ანუ ის ხილი აქ მიტანე აღმოჩნდა რომ მხოლოდ ბანანის შეტანის უფლება მქონდა, შესაბამისად შეუგზავნეს ბანანი და წამოვედა. მივედი დღესაც და ის რა ქვია, შევიტანე, ისევ მივიტანე ხილი. და მითხრეს უარი ამ ხილის შეგზავნას, იმიტომ რომ თურმე პატიმას შეუძლია მხოლოდ კვირაში ერთხელ მიიღოს ხილი. შემდეგ საღამოს მირეკავ შავა და მეუბნება, რომ ჩემთან შემოვიდა ხილი, ბანანი, ვაშლი და თაფლი, რომელიც გამომიგზავნა ლევან ტალახაძე. ნუ არ გამკვირვებია არანაირად, იმიტომ რომ ლევან ტალახაძე არის ახლობელი ადამიანი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე დათოკოხრეძე როცა იჯდა ციხეში, მაშინ დათოსთანაც და შალვასთანაც ამ ადამიანის პირადობით შედიოდა ხოლმე ორივეს აი ეს ამანათი. ამიტომ არ იყო არანაირი ეს, იმიტომ მე ვიფიქრე რომ კოხრეიძეებმა გამოუგზავნეს შალვას, იმიტომ რომ არის ავად და არ გავკვირვებია არც ეს. უბრალოდ მე კი ვუთხარი რომ იცი შალვა ჩემგან არ მიიღეს ეს ხილი და რატომ მიიღეს მეთქი ლევანს, ალბათ რაღაც შინაურულად მოახერხა მეთქი. ხო, აი ესეთი სიტუაცია. ამის მერე მირეკავს მე დათო კოხრეიძე და მეუბნება რომ იცი რა ძალიან გასაოცარია რომ ამბობს ლევან ტალახაძემ შემომიგზავნა, იმიტომ რომ არანაირად ციხეში არც მისულა საერთოდ ლევან ტალახაძე. აი რა ვიფიქრო ამის მერე არ ვიცი, მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ, ძალიან ნერვიულობს მე და შალვა დედა და არ ვიცი, ხვალ დილით ალბათ მივალ ამ საავადმყოფოში და იცით ეს არაფერი გავარკვე, მოვითხოვ იმას რა ქვია, მაჩვენონ ის საბუთი, ვინ რომელმა პიროვნებამ შეაგზავნა ჩემ ქმართან ის ხილი, რომელიც ჩემგან არ მიიღეს. აი არ ვიცი რა. იმედი ვიქონიოთ ახლა რომ ასეთი მაინც ასე თუ ისე არ ამგონია ახლა ისე დონეზე იყოს ყველაფერი რომ ამ ასეთი გახმაურების შემდეგ კიდევ რამე საფრთხე არსებობდეს და იმედი ვიქონიოთ ამის და რა ვიცი რომ არ ვიცი მე ეს ხილი ალბათ თავისუფლად მიირთვა შალვამ და ის თაფლით ალბათ იმიტომ რომ ეჭვი არ შეეპარებოდა და ეხლა ვარ ძალიან განერვიულებული იმიტომ რომ ღმერთ მოუთხეს იქ რა იყო იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ის ლევან ტალახაძე ნამდვილად არ მისულა იქ და თანაც ვინც არ უნდა მისულიყო ნებისმიერი პიროვნება პირადად მე მეთქვა უარი რომ არ შეიძლება ციხის შიდა კანონებს ეწინააღმდეგება ის რომ კვირაში რამდენჯერმე მოხდეს პატიმასთან ხილის შეგზავნა. ანუ მე რახან ორშაბათს შევაგზავნე, აღარ შეიძლებოდა დღეს რომ ან ვინმე შეეგზავნა იქ ხილი. თეა დამშვიდი, მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ასეთი არ მგონია რომ ასეთ აჟიოტაჟზე წავიდნენ ახლა. ბოლო, შალვა აგვისტოში თავისუფლდება, ანუ ბოლო დღემდე იხდის საჯო. აგვისტოში 26-ში უწევს მას უკვე გათავისუფლება და სამწუხაროა ის რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა ცოტა, თუმცა ეს არ არის არანაირად სიცოცხლესთან საშიში რაღაც პრობლემა. რომელიც არის აგრეთვე აღმოფხვრილი, იმიტომ რომ დაეშალა ეს კენჭი უკვე და მას არის სრულიად ჯანმრთელი, არაწუხებს და არასოდეს არ სული და არ სხვა რამ არასოდეს. ხო და არ ვიცი, თითქოს ძალიან საეჭვია ის რომ არის მარტო, როცა არის ამცეთი გადაჭვირთული ციხეები. მოხდა ეს თუნდაც ეს დღევანდელი ფაქტი, აი არ ვიცი, ვერ გეტყვით რა ვიფიქრო, ველოდები რა თქმა უნდა ხვალინდელ დილას, ბატონმა სოზარმა დამპირდა რომ ის საოცრებად მოვა. ნუ გავაკეთოთ რაღაცა და იმედი მაქვს რომ журналისტებს აინტერესებიან და ხვალ ყველაფერს მომცემთ ალბათ ნათელს შეძლების დაგვარად. კარგი თეა დიდი